ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები მშრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეთერშია გადაცემა სპორტული პანორამა, ვინც პირველად გვისმენთ, მოგახსენებთ, რომ ეს გადაცემა ეთმობა წინა წლებში, კვირის მანძილზე კონკრეტულ დღეებში, ამ შემთხვევაში დღეიდან 28 თებერვლიდან 6 მარტის ჩათვლით მომხდარ საინტერესო სპორტულ მოვლენებს, ან მოვლენებს, რომლებიც პირდაპირ ანაწილებად უკავშირდება სპორტულ თემატიკას. გავიხსენებთ კვირის დღეებში იუბილარ გამოჩენილ ქართველ, ასევე უცხოელ სპორტულ მოღვაწეებს, სპორტსმენებს, მწვრთნელებს, ზოგადად ადამიანებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალიტატოვე სპორტის განვითარებაზე. მას ჩასე სპორტული პანორამა რადიო იმედზე. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. ზუსტად 4 დღეში 4 მარტს 33 წელი შესრულდება ქართული საკლუბო ფეხბურთის, ზოგადად ქართული სპორტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაუვიწყარი მატჩიდან 1991 წლის 4 მარტს, წლევანდელი 4 მარტის მსგავსად 4 შაბათ დღეს თასების მფლობელთა თასის გათამაშების პირველ მეოთხედფინალურ მატჩში თბილისის დინამომ ლონდონში ეფტონ პარკზე ვესტჰემ იუნაიტედს 4-1 ზლია შტამბეშტავი გამარჯვება, რომელსაც უამრავი გამოხმაურება და საკებარი სტატიების მთელი სერია მიეძღვნა ბრიტანულ პრესაში. ქართველთაგან გოლები ალექსანდრე ჩიევაძემ, ვლადიმერ გუცაევმა და რამა შენგელიამ გაიტანეს. შენგელიამ დუბლი შეუსულა ლონდონელებს იმ მატჩიდან 2 კვირის შემდეგ, როგორც ვიცით, დინამო სტადიონზე გამართული აბსოლუტურად უმოტივაციო საფასურო შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს 1-0, თუმცა ნახევარფინალში ჩვენები გავიდნენ. შემდეგ იყო ასევე გამარჯვებით დასრულებული ურთულესი ნახევარფინალური დუელი როტერდამის ფეიენორდთან, ყველაფერი კი 13 მაისს დიუსელდორფის ტრიუმფით დასრულდა. დღეს კი, ანუ 28 თებერვალს იუბილარია სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი დავით ხახალეიშვილი, მძიმე წონოსან ძიუდოისტთა შორის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი. ხახალეიშვილი 1971 წლის 28 თებერვალს დაიბადა. იგი ევროპის სამგზის ჩემპიონია, 1996 წელს კი ატლანტის ოლიმპიადაზე შეჯიბრებაში აწონვაზე დაგვიანების გამო არ დაუშვეს, არადა ხახალეიშვილი ატლანტაში ჩემპიონობის ლამის უალტერნატივო ფავორიტად განიხილებოდა. მისი წამქცევი იმ ოლიმპიადაზე ექსპერტთა ვარაუდით არავინ იყო, ეს ცნობილი ფაქტია. იგი მეტოქეებზე ლამის 10 თავით მაღლა იდგა, რაც ოლიმპიადის წინ არაერთ საერთაშორისო ტურნირზე დადასტურდა. ქართული ოლიმპიური დელეგაციის ოფიციალური ვერსია ასეთი გახლდათ, მათ გზებზე არსებულმა სამანქანო საცობმა შეუშალა ხელი ოლიმპიური სოფლიდან იმ დარბაზამდე მისვლაში, სადაც აწონვები ტარდებოდა. ხახალეიშვილთან დაკავშირებულ იმ შემთხვევას დღემდე ბუნებრივია მტკივნეულად განიცდის ქართული სპორტული თემი. მამის გზას გაჰყვა მისი ვაჟი როსტომ ხახალეიშვილი, რომელიც ასევე საკმაოდ წარმატებული მოჭიდავია, თუმცა მამის მიღწევებამდე ძალიან ბევრი შრომა და ასევე რა თქმა უნდა დიდი მონდომება მართებს. ვილოცავთ დათო ხახალეიშვილის იუბილეს. ახლა კი ფეხბურთთან დაკავშირებული რამდენიმე მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტი. 1921 წლის 1 მარტს FIFA-ს პრეზიდენტად ფრანგი ფუნქციონერი ჟიულ რიმე აირჩიეს, ძალზედ საინტერესო პიროვნება. უნიჭერესი ადამიანი საფეხბურთო საქმიანობის დაწყებამდე იგი პოლიტიკური აქტივისტი გახლდა, თანამოაზრეებთან ერთად ის მონარქიის წინააღმდეგ ბრძოლას უჭერდა მხარს. მე-19 საუკუნის ბოლოს რიმემ პოლიტიკური მიმართულების გაზეთი რევიუ დაარსა, რომელიც ოდნა მოგვიანებით თავის თანამოაზრე მარკს სანიეს გამოცემას სილონს შეერწყა. ჟიულ რიმე არის პირველი მსოფლიო ომის მონაწილე, სადაც ის ქვეით ჯარში მსახურობდა, ლეიტენანტის რანგში დაბრუნდა ომიდან, დაჯილდოებულია საპატიო ლეგიონის ორდენით. მანამდე, კერძოდ კი 1904 წელს მან პარიზში დაარსა საფეხბურთო კლუბი სახელწოდებით Red Star, რომლის პრეზიდენტიც თავად გახლავთ. ეს გუნდი დღემდე ფუნქციონირებს სხვათა შორის, მართალია არსებობის მანძილზე დიდ ვერაფერს მიაღწია კლუბმა, მაგრამ ისტორიაში შესულია როგორც ჟიულ რიმეს დაფუძნებული გუნდი.
იმავე 1904 წელს რიმემ აქტიური მონაწილეობა მიიღო FIFA-ს დაარსებაში, რომლის პრეზიდენტადაც, როგორც უკვე გაუწყეთ, 1 მარტს 1921 წლის 1 მარტს აირჩიეს. რიმე გახდა FIFA-ს მესამე პრეზიდენტი, იგი მსოფლიო ფეხბურთის მმართველ ორგანოს 33 წლის განმავლობაში მეთაურობდა, რაც ამ თანამდებობაზე რეკორდული დრო გახლავთ. ფეხბურთის ისტორიაში რიმე შესულია როგორც ყველაზე მასშტაბური საფეხბურთო მოღვაწე, ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ ჟიულ რიმეს ღვაწლი და დამსახურება ფეხბურთის განვითარებაში განუზომელია, სწორედ მან მოიფიქრა და ხორცი შეასხა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების იდეას, მის სახელს ატარებდა, როგორც ვიცით, მსოფლიო ჩემპიონისთვის განკუთვნილი ოქროს ქალღმერთის ნიკეს თასი, რომელიც 1930-დან 1970 წლების ჩათვლით თამაშდებოდა, მანამ სანამ ბრაზილიის ნაკრებმა მესამედ არ მოიგო ეს პრიზი. მესამედ გაჩემპიონების შემდეგ ნიკეს თასი ბრაზილიელებს სამუდამო კუთვნილებაში გადაეცათ. ამ თასზე, როგორც ცნობილია, უამრავი ლეგენდები დადის, იგი რამდენჯერმე მოიპარეს, შემდეგ დაამზადეს ზუსტი ასლი, რომელიც მოგვიანებით აუქციონზე გაიყიდა. ბრაზილიელთა საკუთრებაში გადასვლის შემდეგ ჟიულ რიმეს თასი უკვე ბრაზილიის საფეხბურთო კონფედერაციის შტაბინიდან მოიპარეს. მისი პოვნა ამ ჯერზე უკვე ვეღარ მოხერხდა. გავრცელებული ინფორმაციით სავარაუდოდ ბოროტმოქმედებმა ოქროს თასი გადაადნეს და ისე გაყიდეს. თუმცა ეს სხვა ისტორია. აქვე მოგახსენებთ, რომ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საფრანგეთის ნაკრების ავტობუსს ამშვენებდა წარწერა თავისუფლება, თანასწორობა, ჟიულ რიმე. ეს გახლავთ ალუზია ფრანგულ ეროვნულ დევიზზე, რომელიც ასე ეკითხება: თავისუფლება, თანასწორობა და ძმობა. მსოფლიოს უძველესი საფეხბურთო გუნდი კი ინგლისის ქალაქ შეფილდის ამავე სახელწოდების კლუბი. შეფილდი გახლავთ, იგი ამ ქალაქის გაცილებით უფრო ცნობილ კლუბებზე, ტიტულოვან კლუბებზე, შეფილდ უენსდეისსა და შეფილდ იუნაიტედზე ადრე 1857 წელს დაფუძნდა სწორედ საფეხბურთო კლუბ შეფილდის ფეხბურთელებმა და ზოგადად ხელმძღვანელებმა დანერგეს თამაშის გარკვეული წესები და ბროშურის სახით გამოსცეს. გარდა ამისა, ამ გუნდის მიერ შემოღებულად ითვლება ფეხბურთის თამაში 11-11-ზე. ეს ერთგვარად მოკლე შესავალი დღევანდელი გადაცემის ერთ-ერთი თემისთვის, რომელიც ფეხბურთის სამშობლოში ამ დიდებული თამაშის ერთ-ერთ პატრიარქ კლუბს უკავშირდება 1 მარტს, ანუ ხვალ 142 წელი შესრულდება, რაც ფეხბურთში ოფიციალურად დაკანონდა კუთხური თამაშის ერთ-ერთი განუყოფელი და აუცილებელი ნაწილი, რის გარეშეც ბუნებრივია ზოგადად წარმოუდგენელია ფეხბურთი. 1872 წლის 1 მარტს ქალაქ შეფილდის საფეხბურთო კავშირმა წინადადებით მიმართა ინგლისის საფეხბურთო ასოციაციას, ოფიციალურად დაეკანონებინა აღნიშნული ინოვაცია, ანუ კუთხური. იმ პერიოდში ქალაქ შეფილდს ორი გუნდი ყავდა, შეფილდი და შეფილდი უენსდი. ცოტა მოგვიანებით, კერძოდ კი 1899-ში დაარსდა მესამე შეფილდური კლუბი იუნაიტედი, მიუხედავად აი ასეთი ისტორიული მემკვიდრეობისა, რომელიც საფეხბურთო კლუბმა შეფილდმა ფეხბურთს დაუტოვა, არსებობის მანძილზე სპორტული მიღწევების მხრივ გუნდს არანაირი წარმატება არ ჰქონია. ყველაზე დიდი მიღწევა მე-19 საუკუნის 70-იან წლებზე მოდის ინგლისის თასის მეოთხედ ფინალურ ეტაპზე გასვლა გახლავთ სამჯერ გავიდა აღნიშნულ ეტაპზე შეფილდი. აქვე გეტყვით, რომ ცოტა მოგვიანებით ინგლისის სტადიონებზე დაამონტაჟეს ელექტროგანათება. ფეხბურთის განვითარებასთან და შესაბამისად გუნდების მომრავლებასთან ერთად ინგლისური ღრუბლიანი ამიდების გათვალისწინებით არსებული არც თუ კარგი ხილვადობის გამო რთული იყო მატჩების მაღალ დონეზე ჩატარება. ეს ნოვაციაც, ანუ ელექტროგაყვანილობა ტრიბუნებზე, სტადიონებზე უფრო სწორად, ასევე საფეხბურთო კლუბ შეფილდის მესვეურებს ეკუთვნით. დღესდღეობით შეფილდი ინგლისის რანგით მერვე ლიგაში, ჩრდილოეთ პრემიერ ლიგის პირველ დივიზიონში გამოდის. 2007 წელს კი ინგლისში საზეიმოდ მასშტაბურად აღინიშნა საფეხბურთო კლუბ შეფილდის დაარსებიდან საიუბილეო 150 წლისთავი, მსოფლიოს უძველეს მოქმედ სტადიონ 1855 წელს გახსნილ ბრემო ლეინზე, რომელიც დღესდღეობით შეფილდ იუნაიტედის საკუთრებაშია. იუბილარი გუნდი, საფეხბურთო კლუბი შეფილდი მილანის ინტერს დაუპირისპირდა მატჩში. ინტერმა მოიგო, რა თქმა უნდა, 5-2. მარგო მატერაცი თამაშობდა ინტერში, მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, იმ დროის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, ასევე ახალგაზრდა მარიო ბალოტელი. შეხვედრას უამრავი საპატიო სტუმარი დაესწრო. მათ შორის ფეხბურთის მეფე პელე, მიწვეულ სტუმრებს შორის არ ყოფილა მსოფლიოში ალბათ ყველაზე ცნობილი შეფილდელი, მომღერალი და კომპოზიტორი ჯო კოკერი, თუ რატომ ვერ შეძლო
კოკერმა აღნიშნულ ღონისძიებაზე მისვლა ნამდვილად ვერ გეტყვით, სამაგიეროდ ჯო კოკერი შეფილდზე საუბარს ჩვენს გადაცემაში დააგვირგვინებს, მოვისმინოთ კომპოზიცია და რამდენიმე წუთში კვლავ დაგიბრუნდებით. Cause you don't care. Well, please set me free. Unchain my heart, baby, let me go. Unchain my heart, cause you don't love me no more. Every time I call you on the phone, some valley tells me that you're not at home. Unchain my heart, set me free. Unchain my heart, baby, let me be. Unchain my heart, cause you don't care about me. You got me sort of like a pillowcase, but you let my love go to waste. Unchain my heart, set me free. I'm under your spell, like a man in a trance, baby. Oh, but you know damn well that I don't stand a chance. Unchain my heart, let me go my way. Unchain my heart, you worry me night and day. Why lead me through a life of misery when you don't care a bag of beans for me? Unchain my heart, please. Set me free. All right. I'm under your spell, just like a man in a trance, baby. But you know damn well that I don't stand a chance. Please unchain my heart, let me go my way. Unchain my heart, please. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. მოშასე სპორტული პანორამა ბრუნდება ეთერში. 1962 წლის 2 მარტი ამ დღეზე შევჩერდეთ. ამ დღეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ერთ-ერთ მატჩში ლეგენდარულმა უილ ჩემბერლენმა 100 ქულა მოაგროვა. ეს ჩემბერლენის ფილადელფია უორიორზის და ნიუ-იორკ ნიქსის მატჩი მოხდა. ჩემბერლენმა 36 ორქულიანი ჩააგდო და 28 საჯარი მოთხოვნა ზუსტად. შეხვედრა კი მისმა გუნდმა 169-ით 157 მოიგო, არადა იმ დროს, როგორც მოგეხსენებათ, ჯერ არ იყო სამქულიანი ტყორცნები. ჩემბერლენის სამართლაც ფენომენალური კარიერული მიღწევიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, ანუ 1972 წლის 6 მარტს 4 დღის ზომილებით დაიბადა შაკილ ონილი, ასევე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი ამპლუით ცენტრი. 1996 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2 წლით ადრე კანადაში Dream Team-ის რიგებში შაკმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა. არის ასევე NBA-ის 4 გზის ჩემპიონი და უამრავი ინდივიდუალური ჯილდოს მფლობელი. ონილმა კარიერა 2011 წელს დაასრულა. 1996 წელს შეიყვანეს ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ყველა დროის 50 საუკეთესო კალათბურთელს შორის. ამჟამად იგი სპორტულ ტელეარხ TNT-ზე ტელეწამყვანად და კომენტატორად მუშაობს. გარდა ამისა, გარდა წარმატებული სპორტული კარიერისა, უნდა აღინიშნოს, რომ ის არაერთ ფილმში მონაწილეობს.
14 ფილმშია შაკილ ონილი გადაღებული, ასევე ერთ ტელესერიალში. ასევე ჩაწერილი აქვს რამდენიმე მუსიკალური ალბომი, რეპერი გახლავთ შაკილ ონილი. დიდი ინტერესი გამოიწვია მისმა გამოჩენამ საკრივო რინგზე. შაკილ ონილმა საჩვენებელი ორთაბრძოლები გამართა საშუალო ზონაში მსოფლიოს ექს-ჩემპიონებთან, ოსკარ დე ლა ჰოიასთან და შეინ მოსლისთან, რომლებიც ლამის წელამდე ეწოდებოდნენ მას. ორივე ორთაბრძოლა წააგო შაკმა, თუმცა ქულებით. 1965 წლის 1 მარტს ავსტრალიელი მოცულავე ქალი, 4 წლის ოლიმპიური ჩემპიონი დონ ფრეზერი უსიამოვნებაში გაეხვა ხულიგნური საქციელისთვის. იგი 10 წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. ცნობილი ტიტულოვანი სპორტსმენი ტოკიოს ოლიმპიადის მსვლელობისას იაპონიის იმპერატორის სასახლის სიახლოვეს განთავსებული ოლიმპიური დროშის მოპარვაში დაადანაშაულეს. რისთვისაც იგი იქვე ტოკიოში დააპატიმრეს კიდეც, თუმცა რამდენიმე დღეში გამოუშვეს, ისე რომ არანაირი ფორმალური ბრალდებას კი არ წაუყენებიათ. გარდა ამისა, სამახსოვროდ ის დროშაც აჩუქეს, მოპარული დროშა. მაგრამ ეს სამსაქციელის გამო, რომელსაც სხვათა შორის თავად ფრეიზერი კატეგორიულად უარყოფდა ავსტრალიის ცურვის ფედერაციამ, იგი 10 წლიანი ვადით მოკვეთა ყველანაირი სპორტული შეჯიბებებიდან. 1953 წლის 1 მარტს დაიბადა ხოსე ანხელ ირიბარი, ბასკური სამეკარეო სკოლის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, ესპანეთის ნაკრებისა და ბილბაოს ატლეტიკის მეკარე. ბასკური კლუბის შემადგენლობაში 614 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. 1964 წელს კი ესპანეთის ნაკრების რიგებში გახდა ევროპის ჩემპიონი. მონაწილეობა მიიღო 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისის სტადიონებზე. 1970 წელს კი დაასახელეს ესპანეთში საუკეთესო გოლკიპერად. კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა. შემდეგ მან პოლიტიკაშიც სადაბედი, საერთოდ ირიბარი ბასკეთის დამოუკიდებლობის იდეის მომხრეა, გულმხურვალე მომხრე, ამჟამად UEFA-ს მიერ არაღიარებული ბასკეთის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი გახლავთ. 1902 წლის 6 მარტს მომავალი კვირის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი ნიშანდობლივი თარიღია. მსოფლიოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი მე-20 საუკუნის მსოფლიოს საუკეთესო საფეხბურთო კლუბად აღიარებული მადრიდის რეალის დაარსების დღე გახლავთ. ეს დღე 6 მარტი 1902 წლის 6 მარტს მადრიდში ძმებმა პადროს და ხულიან პალასიოსებმა დააარსეს საფეხბურთო კლუბი მადრიდი, ასე ერქვა თავიდან, ხოლო 1920 წლის ივნისის ბოლოს ესპანეთის მეფე ალფონსო მე-13-მ, რომელიც ესპანეთის ამჟამინდელი მონარქის ხუან კარლოს პირველის ბაბუა გახლდათ, კლუბს სამეფო კლუბის ტიტული უბოძა. სწორედ ამის შემდეგ უწოდებენ მას რეალს, სამეფო კლუბს. არსებობის მანძილზე რეალს მოგებული აქვს 61 ტიტული, 9-ჯერ მოიგო ჩემპიონთა თასი, 2-ჯერ UEFA-ს თასი, ერთხელ ევროპის სუპერთასი. 3-ჯერ ფლობდა გარდა ამისა საკონტინენტაშორისო თასს. საკლუბო ტურნირებიდან რეალმა მხოლოდ თასების მფლობელთა თასის მოგება ვერ შეძლო, ანუ თასი, რომელიც თბილისის დინამოს აქვს მოგებული და არა აქვს რეალს. ამ ტურნირის ფინალში, ანუ თასების თასის ფინალში ითამაშა 2-ჯერ, თუმცა ორივეჯერ წააგო. მადრიდულმა სამეფო კლუბმა 32-ჯერ იზეიმა ესპანეთის ეროვნული ჩემპიონობა, 18-ჯერ ქვეყნის სამეფო თასი, ხოლო 9-ჯერ ესპანეთის სუპერთასი მოიგო. აქვე მცირე ისტორიული ექსკურსი ევროპულ და ზოგადად მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ გარდამტეხ პერიოდად, გასული საუკუნის 50-იანი წლები მიიჩნევა, როდესაც კონტინენტური საფეხბურთო ფედერაციის ჩამოყალიბება გადაწყდა UEFA-ს ჩამოყალიბება. ამ ფედერაციას უნდა უზრუნველეყო როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო ტურნირების რეგულარული ჩატარება. იმ წლებში რეალი არ მიიჩნეოდა ყველაზე დიდ ავტორიტეტად ევროპაში, არა მარტო ევროპაში, ესპანეთშიც კი, მაგრამ სწორედ რეალმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი 55 წელს და მოიპოვა ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე, ჩემპიონთა თასზე პირველად ტარდებოდა ჩემპიონთა თასი, მასზე მონაწილეობის უფლება. ზუსტად იმ წლიდან რეალი 5 წლის მანძილზე კონტინენტის უძლიერესი კლუბის ტიტულს ართმობდა, წარმატებებს საერთაშორისო არენაზე თან ერთვოდა სრული დომინირება შიდა ჩემპიონატში. 1954-დან 1969 წლამდე სამეფო კლუბმა 12-ჯერ იზეიმა ესპანეთის ჩემპიონობა. აქვე ვახსენოთ დიქტატორი ფრანსისკო ფრანკო 1929-დან 1975 წლამდე 36 წელი მართავდა ის ესპანეთს, ხოლო რეალი ფრანკოს იდეოლოგიის ერთ-ერთი არახს წარმოადგენდა და არა საყვარელ გუნდს. ეს მცდარი ვერსია გახლავთ.
ცნობილი ფაქტია, რომ ფრანკოს საერთოდ არ აინტერესებდა, არ იყო გატაცებული საერთოდ ფეხბურთით, როგორც ზოგიერთი ესპანელი ისტორიკოსი აღნიშნავს. ფრანკომ არა მარტო რეალი გამოიყენა თავისი იდეოლოგიის ერთ-ერთ ნაწილად, არამედ რეალის და ბარსელონას გულშემატკივართა ანტაგონისტური დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ. გულშემატკივართა ურთიერთ სიძულვილმა, ეს სიტყვა შეიძლება თავისუფლად ვიხმაროთ, როგორც ცნობილია, ფრანკოს დროს პიკს მიაღწია ფეხბურთი და ასევე ბარსა რეალის კომაქტა დამოკიდებულება მწვავე პოლიტიკურ, ეკონომიკური კრიზისიდან მოსახლეობის ყურადღების გადატანის ერთ-ერთ ძირითად გარემოებად იქცა. ხოლო ტელევიზიის გამოჩენასთან ერთად ტელევიზიაც მოგეხსენებათ იმ პერიოდში გამოიგონეს ფეხბურთი ხალხზე მანიპულირების ბრწყინვალე საშუალებად. ფრანსისკო ფრანკო საფეხბურთო მატჩების ხშირ ტელეტრანსლაციებს ითხოვდა კატეგორიულად, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა დაანონსებული იყო ქუჩებში საპროტესტო გამოსვლები. 50-იანი წლები საერთოდ ესპანეთში ეკონომიკის აღმავლობის პერიოდად ითვლება. სწორედ ამ პერიოდში ძალიან მოკლე ხანში ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი ქვეყანა ესპანეთი განვითარებულდა ანგარიშგასაწევ ქვეყნად იქცა კონტინენტზე და საერთოდ მსოფლიოში 1959 წელს ქვეყნის ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით მიღებული იქნა ეგრეთ წოდებული სტაბილიზაციის გეგმა, რამაც ესპანეთი ეკონომიკური განვითარების ტემპებით მსოფლიოს ერთ-ერთ პროგრესირებად ქვეყანად აქცია. ბუნებრივია ეკონომიკურ აღმავლობას ყოველთვის თანსდებს წინსვლა და განვითარება სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა დარგში. ასეა ყველგან, ასე იყო ესპანეთშიც. შესაბამისად, ყურადღება მიექცა ფეხბურთს და განსაკუთრებით დიდი ყურადღება მადრიდის რეალს, რომლის შემადგენლობაშიც იმ პერიოდის არაერთი ფენომენალური ფეხბურთელი გამოდიოდა, ეს ყველა ვიცით. სწორედ 50-იანებიდან მოყოლებული დღემდე რეალი მსოფლიოს უდიდეს და უძლიერეს კლუბთა შორის ერთ-ერთი უპირველესია. თემიდან მცირე გადახვევა 1991 წელს მადრიდში სანტიაგო ბერნაბეუს სახელობის თასზე. სანტიაგო ბერნაბეუ კიდევ ცალკე სასაუბრო თემაა, როგორც ფეხბურთელი, მწვრთნელი, პრეზიდენტი, ბოლოს და ბოლოს სტადიონი, მისი სახელობისაა მოგეხსენებათ რეალის სტადიონი. და აი ბერნაბეუს თასის 4-თა ტურნირზე მადრიდის რეალი თბილისის დინამოს შეხვდა, რეალმა 4-2 მოიგო. სწორედ ამ შეხვედრაში მატჩის დებიუტშივე მერვე თუ მეცხრე წუთზე მიიღო უმძიმესი ტრავმა დავით ყიფიანმა, რომელსაც მადრიდელმა მცველმა ანხელმა ფეხი მოტეხა იმ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირად და ასევე საუკეთესო ფეხბურთელად. თბილისის დინამოელები დაასახელეს, შესაბამისად რამაზ შენგელია და ვლადიმერ კუცაევი, არადა უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი გამოდიოდა იმ 4-თა ტურნირზე, იგივე პაულ ბრაიტნერი და კალხაინც რუმენიგე მიუნხენის ბაიერნიდან, ეს რეალის შემადგენლობაზე კი საერთოდ აღარ არის საუბარი. მიმდინარე, 2013-2014 წლების ლა-ლიგის გათამაშებაზეც შევთქვათ ორი სიტყვით, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ერთპიროვნულად ლიდერობს რეალი ჩემპიონატს, 3 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს ბარსელონას და თანაქალაქურ ატლეტიკოს, უახლოეს 26 კალენდარულ ტურში, ზეგ კვირას რეალი ატლეტიკოს მატჩი გველის ამ ლა-ლიგის ერთ-ერთი ალბათ ჩემპიონატის ერთ-ერთი ცენტრალური შეხვედრა. სტუმარი რეალია. პირველ წრეში როგორც გახსოვს ატლეტიკომ ბერნაბეუზე 1-0 მოუგო თანაქალაქურ გუნდს. კვირასვე ითამაშებს ბარსელონა ნოუ-კამპზე ალმერიას უმასპინძლებს. ესპანურ ფეხბურთზე, ზოგადად ესპანურ თემაზე საუბრისას არ შემიძლია არ ვახსენო გენიალური გიტარისტი პაკო დე ლუსია, რომელიც ამ ორი დღის წინ მექსიკის საკურორტო ქალაქ კანკუნში გულის შეტევით პირდაპირ პლეაჟზე გარდაიცვალა, პირადად მე და ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა და ასევე ალბათ ჩემი თაობის ძალიან ბევრმა ადამიანმა პაკო დე ლუსია 1992 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილ დავით კლიბაძის ჩვენი მწყინვალე უფროსი კოლეგის სპორტული კალეიდოსკოპის ერთ-ერთ გადაცემაში ვნახეთ და მოვუსმინეთ პირველად, ზუსტად არ მახსოვს, მოკლედ ერთ-ერთი გადაცემა მთავრდებოდა პაკო დე ლუსიას რომელიღაც კომპოზიციით იმ პერიოდში, როგორც ცნობილია, არ ვიყავით განებივრებულები უცხოელი მაღალი დონის მუსიკალური შემსრულებლების ხილვით და აი იმ გადაცემამ უდიდესი შთაბეჭდილება დატოვა ჩვენზე. მოვუსმინოთ ახლა ერთ ძალიან კარგ კომპოზიციას, რომელსაც პაკო დე ლუსიასთან ერთად ასევე ვირტუოზები ალდი მეულა და ჯონ მაკლაფლინი ასრულებენ. ალდი მეულას კომპოზიციაა ეს. რამდენიმე წუთში, დაახლოებით წუთნახევარში კვლავ დაგებრუნდებით.
აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად. სპორტული პანორამა ბრუნდება ეთერში. დღეს ლეგენდარული ინგლისელი და იტალიელი უკაცრავად მეკარე დინო ძოფი იუბილარია 1942 წლის 28 თებერვალს დაიბადა დინო ძოფი. იტალიის ნაკრებში ჩატარებული აქვს 112 მატჩი, აქედან 59 კაპიტნის რანგში, 3 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა. მისთვის ტრიუმფალური 1992 წლის ჩემპიონატი გახდა ესპანეთში. ასევე ევროპის ჩემპიონი გახდა ძოფი იტალიასთან ერთად 1968 წელს 6-ჯერ მოიგო სკუდეტო ტურინის იუვენტუსში, 2-ჯერ იტალიის თასი და ერთხელაც უეფას თასი. დინო ძოფი წვრთნიდა იტალიის ნაკრებს, იუვენტუს, ლაციოს, ფიორენტინას 2000 წელს იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა, სადაც დამატებით დროში საფრანგეთთან წააგეს. ზიკო 1953 წლის 3 მარტს დაიბადა არტურ არტუნიეშ კოიმბრა, ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო 3 მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე, ასევე ძოფის მსგავსად. მისთვის ყველაზე წარმატებული 1978 წლის არგენტინის მუნდიალი გახლდათ, რომელიც ბრაზილიამ მესამე ადგილზე დაასრულა. საკლუბო დონეზე ზიგო ასპარეზობდა ფლამენგოში, იტალიურ უდინეზეში, ასევე იაპონურ კაშიმა ანტლერსში. ზიგოს პროფესიონალური კარიერის განმავლობაში ჩატარებული 1180 მატჩი, 826 გატანილი გოლია, ბრწყინვალე შედეგი. 1993 წელს გამოცემა World Soccer-მა იგი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. არაერთხელ აღიარეს სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო მოთამაშედ. აქტიური სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მან მწვრთნელობა დაიწყო, მუშაობდა იაპონიაში, ასევე სათავეში ედგა თურქულ ფენერბახჩეს, მოსკოვის CSKA-ს, პირეოსის ოლიმპიაკოს, ტაშკენტის ბუნიოთკორშის მუშაობდა, როგორც ვიცით, ასევე ერაყის ნაკრებს წვრთნიდა. მშობლიურ ფლამენგოში კი აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა ეკავა. ზიკო იყო ასევე დაახლოებით წელიწადნახევარი ბრაზილიის სპორტის მინისტრი. ამ რამდენიმე დღის წინ, კერძოდ კი 19 თებერვალს ბრაზილიაში დიდი სითბოთი და სიყვარულით აღენიშნა ზიკოს თანაგუნდელის 80-იანი წლების ბრაზილიის ნაკრების კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელის, ლეგენდარული კაპიტნის სოკრატესის 60 წლის იუბილე. 1982 და 86 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მონაწილე, ნამდვილი ლიდერი, მას უწოდებდნენ საფეხბურთო ინტელექტუალს, მოედანზე იყო ბრწყინვალე სტრატეგი, ასისტენტი, გუნდური თამაშის ორგანიზატორი. უამრავი ეპითეტი შეიძლება საკებარი ითქვას სოკრატესზე. სოკრატესი მსოფლიო სპორტის ისტორიაში სხვათა შორის შესულია როგორც ერთ-ერთი უიშვიათესი სპორტსმენი ინტელექტუალი. სპორტული კარიერის პერიოდში წარმატებით დაასრულა სან-პაულოს უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ იყო ასევე არანაკლებ წარმატებული ექიმი. მოგვიანებით იგი ფილოსოფიამ გაიტაცა და უდიდესი მონდომების ინტერესის და ნებისყოფის ხარჯზე ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხიც მიიღო. მაგრამ მრავალმხრივი ნიჭის და დადებითი თვისებების პარალელურად მავნეჩვევებმაც იჩინა თავი, როგორც ყველა ადამიანში, განსაკუთრებით ალკოჰოლისადმი მიდრეკილებამ, რამაც პრინციპში როგორც თვითონ აღნიშნავდა, საბოლოოდ გამოიწვია მისი ჯანმრთელობის დანგრევა, იმ მსხვერპლა კიდეც მის სიცოცხლე, მართლაც უნიკალური ნიჭის ადამიანი 2011 წელს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. კიდევ ერთი იმ პერიოდის, იმავე ეპოქის კიდევ ერთი დიდი ფეხბურთელი აღნიშნავს იუბილეს სამ კვირაში, 3 მარტს ზბიგნევ ბონეკია დაბადებული 1956 წელს, ლეგენდარული პოლონელი ფეხბურთელი, ლოძის ვიძების, ტურინის იუვენტუსის და რომას ფეხბურთელი. 1951 წლის 4 მარტს კენი დალგლიში დაიბადა შოტლანდიის ნაკრების სელტიკის და ლივერპულის ფორვარდი. 22 წლიანი კარიერის მანძილზე სწორედ ამ ორი გუნდის ღირსებას იწავდა საკლუბო დონეზე სელტიკი ლივერპული. ოფიციალურ დონეზე 836 მატჩი ჩაატარა, 339 გოლი გაიტანა დალგლიში, სელტიკის რიგებში 4-ჯერ გახდა შოტლანდიის ჩემპიონი, ლივერპულის შემადგენლობაში კი 9-ჯერ ინგლისის ჩემპიონი, აქედან 6-ჯერ ფეხბურთელობისას, 3-ჯერ კი მთავარი მწვრთნელის რანგში. გარდა ამისა, ინგლისის ჩემპიონი გახდა ბლეკმენ როვერსი, გახადა მწვრთნიდა ამ გუნდს. ლივერპულთან ერთად 3-ჯერ მოიპოვა ჩემპიონთა თასი, ერთხელ ევროპის სუპერთასი, 2-ჯერ დაასახელეს ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად. ლივერპულის გულშემატკივართა საკმაოდ დიდი უმრავლესობის აზრით კენი დალგლიში ლივერპულის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია.
1979 წლის 3 ოქტომბერს ითამაშა თბილისში ჩემპიონთა თასის საპასუხო მე-16 ფინალურ მატჩში. იმ დღეს თბილისის დინამომ ლეგენდარული ლივერპულის 3-0 გაასამტვერა. პირველი შეხვედრა ჩვენებს გასვლაზე 2-1 ჰქონდა წაგებული, საბამისად ტურნირის მომდევნო ეტაპზე დინამო გავიდა, ლივერპული კი ადრეულ ეტაპზევე დაემშვიდობა ამ ტურნირს, თუმცა შემდეგ ჩვენებმა, როგორც ვიცით, მეორე ფინალში ჰამბურგერ სპორტვერაინთან წააგეს დალგლისში ბრიტანეთის ორდენის კავალერია. ახლა კი კვლავ ისტორიული მცირე ექსკურსი სპორტთან დაკავშირებული, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სპორტული პანორამის თითქმის ყველა წინა გადაცემაში, ვერც ამჯერად ავუვლი გვერდს მოვლენებს პროფესიული კრივის ისტორიიდან. ხვალ 1 მარტს 50 წელი შესრულდება ერთ-ერთი ცნობილი საჩემპიონო ბრძოლიდან იტალიელმა გოლიათმა პრიმო კარნერამ ამ დღეს ამერიკელი ტომი ლოგრანი 15 რაუნდიან უაღრესად დრამატულ უშეღავათო ბრძოლაში დაამარცხა ქულებით და შეინარჩუნა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული. მანამდე მან ბასკ ზემძიმეწონოსან პაოლინო უსუნდუნის ძლევის შემდეგ შეინარჩუნა საჩემპიონო ქამარი. არადა იმ ბრძოლაში უსუნდუნი მიიჩნეოდა ფავორიტად. კარნერა გახლავთ იტალიური კრივის ლეგენდა, პირველი ლეგენდა, იგი არის პირველი იტალიელი მსოფლიო ჩემპიონი სუპერ მძიმე ზონაში. მის თანამემამულეთაგან პროფესიონალებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მხოლოდ ფრანჩესკო დამიანიმ მოიპოვა. რა თქმა უნდა, აქ ვერ დავასახელებთ როკი მარჩიანოს, იტალიური წარმოშობის, თუმცა ამერიკელ მოკრივეს, რომელიც ასევე ამერიკის სახელით გამოდიოდა. რაც შეეხება დამიანის, იგი არ მიიჩნევა, ასე ვთქვათ, ელიტურ მსოფლიო ჩემპიონად. საქმე იმაშია, რომ კრივის მსოფლიო ორგანიზაცია WBO, რომლის ვერსიითაც 1999 წელს გახდა ეს მოკრივე საჩემპიონო ქამრის მფლობელი ამერიკასა და ევროპაში იმ პერიოდში და კიდევ კარგა ხანი არ აღიქმებოდა ავტორიტეტულ და ანგარიშგასაწევ საკრივო ორგანიზაციად. იგი მხოლოდ 80-იან წლებში დაარსდა პუერტორიკოელმა და დომინიკელმა ბიზნესმენებმა დააფუძნეს. 2000 წლების შუა პერიოდში მოხდა მისი ერთგვარი აღიარება ჯერ მსოფლიო კრივის ასოციაციამ WBA-მ, მოგვიანებით კი მსოფლიო კრივის საბჭომ WBC-მ და საერთაშორისო კრივის ფედერაციამ IBF-მა ეს ორგანიზაცია თანასწორ ვერსიად მიიჩნიეს. 2007 წლიდან კრივის მსოფლიო ორგანიზაციის ქამრის მოგება ხსენებული 3 ვერსიით ჩემპიონობასთან ერთად მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის ტიტულის მოსაგებად სავალდებულოა. WBO-ს პოპულარიზაციაში უდიდესი წვლილი შეიტანეს ისეთმა ცნობილმა მოკრივეებმა, როგორებიც არიან იგივე მენი პაკიაო, ხუან მანუელ მარკესი, ვიტალი კლიჩკო, რა თქმა უნდა ოსკარ დე ლა ჰოია. ყველა ეს მოკრივე თავიანთ წონით კატეგორიაში სწორედ ამ ვერსიით, ისევე როგორც სხვა ვერსიებით, ფლობდა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ცოტა გადავხვიეთ თემიდან, მაგრამ არა უშავს. 1 მარტი ასევე კრივის ისტორიაში კიდევ ერთი მოვლენითაა შესული. ამ დღეს, ოღონდ 1959 წელს პროფესიული რინგიდან წასვლა ოფიციალურად დაადასტურა ოფიციალური განცხადების საფუძველზე მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა ჯო ლუისმა, ლეგენდამ მსოფლიო კრივისა, პროფესიული კრივისა, რომელმაც ბოლო შეხვედრა წინა წელს ივნისში ჯერსი ჯო ულკოტთან გამართა. ეს იყო იმ პერიოდის ამ ორი უდიდესი მოკრივის მეორე ჩხუბი. პირველი ლუისმა მსაჯების საკამათო გადაწყვეტილებით ქულებით მოიგო, ბევრი გამოცემის ვერსიით მსაჯების დახმარებით ჩეხება განმეორებით შეხვედრას. ამ შეხვედრაში ლუისმა მე-11 რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა პრინციპული მეტოქი, არადა მესამე რაუნდში ულკოტმა უმძიმეს ნოკაუტში გაგზავნა ლუისი ნოკდაუნში უკაცრავად, მაგრამ ლუისმა შეძლო ფეხზე ადგომა ბრძოლის გაგრძელება. აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ მალევე სადღაც 1 წლიანი პაუზის შემდეგ ჯო ლუისი დაუბრუნდა რინგს, მაგრამ ჯობდა არ დაბრუნებულიყო 1951 წლის ბოლოს საჩემპიონო მატჩში. საჩემპიონო მატჩამდე მაინც მიაღწია ის როკი მარჩიანომ სასტიკად ცემა, ნოკაუტით მოუგო, რის შემდეგაც ლუისი საბოლოოდ წავიდა დიდი კრივიდან. უკვე მეორედ ვახსენე როკი მარჩიანო, ერთადერთი მსოფლიო ჩემპიონი სხვათა შორის, რომელიც პროფესიონალის კარიერის მანძილზე საერთოდ არ დამარცხებულა. 59 ბრძოლიდან მარჩიანომ ყველა მოიგო. აქვე აღნიშნავთ, რომ გარკვეული დროის მანძილზე მარჩიანოს ცნობილი ფილმის როკის პერსონაჟის როკი ბალბოას პროტოტიპად თვლიდნენ, თუმცა ეს ასე არ არის. როკი ბალბოას პროტოტიპი
ჩაკ უეპნერი გახლავთ, პროფესიონალი მოკრივე, რომელსაც სხვათა შორის ამ ორი დღის წინ ჰქონდა დაბადების დღე, 75 წლის გახდა. ძალიან საინტერესო მოკრივე იყო ჩაკ უეპნერი. თავის დროზე იგი დიდი მომავლის მქონე ამერიკელ მოკრივედ მიაჩნდათ, მაგრამ საერთო ჯამში კარიერის მანძილზე პრაქტიკულად ვერაფერი მოიგო. იგი ცნობილი იყო როგორც უაღრესად თავგანწირული და ბოლომდე, ანუ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მებრძოლი მოკრივე. მისი კარიერის ყველაზე დიდ მიღწევად 1975 წელს მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონ მუჰამედ ალის წინააღმდეგ გამართული ბრძოლა მიიჩნევა, როდესაც მან მთელი შეხვედრის მსვლელობისას ფაქტობრივად არაფერი დაუთმო მუჰამედ ალის მსოფლიო კრივის უპირველეს ლეგენდას. რიგების ოდებში კი საერთოდ ჯობდა კიდეც. ასე მაგალითად მე-9 რაუნდში მან ეგრეთ წოდებულ ფლეშ ნოკდაუნშიც, ანუ მსუბუქ ნოკდაუნშიც კი გაგზავნა ალი. ესეც ერთგვარი მოვლენა იყო იმ პერიოდში. თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა. მე-15 რაუნდში ალი უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, როგორც იტყვიან, მეორე სუნთქვა გაეხსნა. უეპნერი კი მატჩის ბოლოს მე-15 რაუნდისთვის ფეხზე ძლივს იდგა, მსაჯებმა შეწყვიტეს ის მატჩი. სწორედ ამ კონკრეტული ბრძოლის შემდეგ რეჟისორმა ჯონ ევილდსენმა, რომელიც ესწრებოდა ამ შეხვედრას, 1976 წელს გადაწყვიტა გადაიღო ფილმი როკი, სილვესტერ სტალონეს მონაწილეობით. სწორედ სტალონეს ფილმის სცენარისტი, სტალონე გახლავთ ამ ფილმის სცენარისტი. ფილმის გადაღება დაждდა $1 მილიონი. მოგებამ კი $225 მილიონ უწია. როკის პირველი ფილმი 3 ოსკარის მფლობელია. ევილდსენი გახლავთ ასევე როკი 5-ის რეჟისორი, დანარჩენი სერიების რეჟისორი, სცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი სტალონე გახლავთ. ახლა კი შემოგთავაზებთ ცნობილ მუსიკალურ კომპოზიციას სახელწოდებით Eye of the Tiger, რომელიც სტალონეს თხოვნით როკი 3-ისთვის დაწერა და შეასრულა ერთ-ერთმა ამერიკულმა ცნობილმა ჯგუფმა სევაევამ. სწორედ ამ კომპოზიციის ფონზე მინდა დავასრულო სპორტული პანორამის დღევანდელი გადაცემა. ჩვენ ერთმანეთს მომავალ პარასკევს შევხვდებით. ჩემთან ერთად სტუდიაში მუშაობდა ხმის ოპერატორი ნინო ჩხიკიძე. მადლობა ნინო, მადლობა ყველას, ვინც გვისმენდით, გემშვიდობებით და გირჩევთ უსმენეთ რადიო იმედს. Rising up, back on the street. Did my time, took my chances. Went the distance, now I'm back on my feet. Just a man and his will to survive. So many times it happens too fast. You trade your passion for glory. Don't lose your grip on the dreams of the past. You must fight just to keep them alive. It's the deep eye of the tiger, it's the thrill of the fight. Rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night. And he's watching us all with the eye of the tiger. Face to face, out in the heat, hanging tough, staying hungry. They stack the odds till we take to the street for the kill with the skill to survive. It's the deep eye of the tiger, it's the thrill of the fight, rising up to the challenge of our rival. And the last known survivor stalks his prey in the night, and he's watching us all with the eye of the tiger. ცნობილი სპორტული მოვლენების უცნობი შტრიხები. ნიშნულოვანი სპორტული მიღწევების გაუხმაურებელი დეტალები. ლეგენდარული სპორტსმენების რეალური ისტორიები. მშრალი სპორტული სტატისტიკის მიღმა. აღმოაჩინეთ სპორტული მედლის მეორე მხარე. სპორტული პანორამა. კახა გელაშვილთან ერთად.